მნიშვნელოვანესია ხელოვნებას მეტი ყურადღება მიექცეს, რა თქმა უნდა, ექცევა ყურადღება. ჩვენც რაც შეგვეძლება მთელი ძალით შევეცდებით, რომ არ შეწყდეს გამოფენების ნაკადი, ცნობილი მხატვრების, რა თქმა უნდა, და ყველაფერს თავი დავანებოთ. ჩვენი სკოლა დიდ როლს ასრულებს ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში, როგორც პიროვნება. მე წინააღმდეგი არც ერთი ბავშვის და ახალგაზრდის არა ვარ, მაგრამ ჩვენი სკოლის გამოშვება მაინც განსხვავდება სხვა ბავშვებისაგან. ისინი მეტად შვიდები და მეტად ანალიზის მქონენი არიან. თავის თავს ეძიებენ და პოულობენ ხელოვნებაში. შეიძლება ხელოვნებას საერთოდ არ გაყვეს ადამიანი, მაგრამ ის ესთეტიკური მხარე, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს, მათთვის უკვე ხელმისაწვდომია, გემოვნება უყალიბდებათ. არის ისეთი მომენტი, რომ ურთიერთობა უადვილდებათ ერთმანეთთან. და შეფასებისა და დაფასებისა, თუ დიდი პროფესიონალი არ გამოვა, შეფასებისა და დაფასების უნარი იბადება უკვე ახალგაზრდაში. ჩვენც შეგვიძლია, ნაკადი ძალიან დიდია ზოგადად სამხატვრო სკოლაში. დიდი სურვილები ძალიან ბევრი არიან, რომ შემოვიდნენ ამ კედლებში. რასაც მივესალმებით, მერიაც ხელს გვიწყობს, რომ ყველანაირად არ შევზღუდოთ ის რაოდენობა მეტნაკლებად შესაძლებლობის დაგვარად, ესეც თავისი ზომა აქვს ყველაფერს, ხო? ერთ აუდიტორიაში ვერ დაეტევა იმდენი ადამიანი, რომ სრულფასოვანი ცოდნა მიიღოს. ამიტომ ვცდილობთ ლავირება მოვახდინოთ. ეხლა თანამედროვე თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ბავშვები ბევრგან ემზადებიან რეპეტიტორებთან, აბიტურიენტები, უფრო დაბალი კლასის ბავშვები. ამიტომ დროც არ რჩებათ, ბევრგან ემზადებიან და ზოგი შემომსვლელი ანებებს თავს, რო ვერ პოულობს თავის თავს ხელოვნებაში და მათ ადგილზე ის ადამიანები, რომლებიც ვერ მოხვდნენ, მათ ხელს უწყობთ და შემოვიდნენ და გააგრძელონ სწავლა, რომ ის წელიწადი აღარ გაუწდეთ. ის მთელი წელი არ ელოდა. ზოგადად კარგი ტენდენციაა და მეტად საჭიროებს ხელისშეწყობას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა გვეხმარება მერიაც და ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველანაირად ეს ტემპი არ გაჩერდეს. სხვათა შორის საკმაო რაოდენობა აგრძელებს მხატვრის პროფესიით, არქიტექტურის პროფესიით სწავლის გაგრძელებას, ეუფლება უმაღლეს სასწავლებლებში და ჩვენი კურს გამოშვებულები ყოველთვის მაღალი ქულებით გამოირჩევიან. ხვდებიან უმაღლეს სასწავლებლებში გრანტებით და ასე შემდეგ. შეღავათებით. იმიტომ გამორჩეულად სხვა სიტუაცია. სხვა ის არის. რომ შემოხვიდეთ, ვერ იგრძნობთ 200 ბავშვი, 250 ბავშვი, ხო დღე გამოშვებით არის სხვადასხვა კლასების შემოსვლა. სულთლიანად სადღაც 450 ბავშვი სწავლობს ჩვენთან. მეტი სურველია, მაგრამ მაინც მეც ვერ შევწყვეტ ეს მიღებას. აი რომ შემოვიდეს ადამიანი, ვერ იტყვის იმას, რომ 250 ბავშვი ზის და მუშაობს. თვითონვე არ აქვს იმის სურვილი, რომ მოცდნენ და სხვა ბავშვი იმ დინამიკით დაკავდნენ. მუშაობენ, გულით უდგებიან, შეგნებულად უდგებიან ახალგაზრდას. სიამოვნებთ. ტენდენცია უფრო გოგონები ცდილობენ უფრო დიზაინერობას გაყვნენ. მაინც ადამიანის ფიზიოლოგიური გადასახედიდან უდგებიან. ბიჭები ალბათ უფრო არქიტექტორები უნდათ გამოვიდნენ, ინჟინრები და ასე შემდეგ. ბევრი ფერწერის კუთხით აბარებს, გრაფიკის კუთხით აბარებს, კანდაკები, აი მომავალი დიდი სკულპტორებიც ყავს, მოდიან პატარა ახალგაზრდები, რომლებიც სულ მალე მათ სახელს გავიგებთ, ალბათ, როგორც მსოფლიო დონის სკულპტორები ჩამოყალიბებიან.
ჩვენ გამოფენები კი ბატონო, აი ეს შიდა გამოფენები არ შეეხება ბავშვთა გამოფენას. ეს სისტემატურად მიმდინარეობს. ხდება ამ ბავშვების წახალისება. ახლა დიდი საჩუქრები შეიძლება ჩვენ ვერ გავაკეთოთ, მაგრამ რაღაც დასამახსოვრებელი სიგელი ბავშვისთვის სტიმულია, თითოეული სიტყვა, თითოეული გამარჯვება. მაგრამ ვაკეთებთ ცნობილი მხატვრების გამოფენებსაც. ჩვენ კი ცნობილი მხატვრების გურნა რაჩიტაძე იყო თვითონ ამ კედლების მოიწყვიან მკვიდრი. მთელი ცხოვრება ამ საქმეს ემსახურა, ამ სკოლას ემსახურა, დიდი ღვაწლი აქვს. ათელში იყოს მისი სული. რამოდენიმეჯერ მისი გამოფენაც იყო თბილისელი ცნობილი მხატვრების, ქართველი მხატვრების გამოფენები მოეწყო და მომავალშიც აუცილებლად იმას ვინცლებთ უამრავი მხატვრის გამოფენა გაიმართება ჩვენს კედლებში. ხო, მინდა ეხლა ვეფხაძეების დინასტიის მხატვარ ვეფხაძეების დინასტიის გამოფენა გავაკეთოთ. რამდენად მოახერხებს მათი შთამომავალი ძალიან კარგი მხატვარი ბრუნო ვეფხაძე, დიდებული ნიჭიერი მხატვარი. დამოკიდებულია მის დღის გრაფიკზე. ჩანაფიქრი გვაქვს რომ გავაკეთოთ სულ მალე მისი გამოფენა, მისი მამის, ბაბუის და დიდი ბაბუის გამოფენა. ძალიან საინტერესო იქნება მთელი ეს წინაპრებისა და მომავალი თაობის შემოქმედება სრულიად გამოჩნდება და ისე ამოვნებს მნახველს.